ორგანიზაცია ევრაზიულმა არჩევანმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება სახელმწიფო კანცელარიასთან გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე კანონის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ ის ხელს საქართველოში ჰომოსექსუალობის პროპაგანდას უწყობს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს გორიდან ჩამოსულმა მხარდამჭერებმა. ქვეყანაში, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანულია 2000 წელიწადზე მეტია, ქვეყანაში, სადაც 100,000-ობით ადამიანი დაღუპულია ქრისტეს გულისთვის, რჯულის გულისთვის, უბრალოდ მიუღებელია მსგავსი კანონების დაკანონება, ლესბოსელების და მამათმავლების პროპაგანდის არაგრძალვა. ვაპროტესტებთ მამათმავლობის პროპაგანდას და არა მარტო ამ პროპაგანდას, არამედ იმ მუზნეობებს, რომელიც კანონის სახით აძლევენ სახელმწიფო და უნდა დაამკვიდრონ საზოგადოებაში ის მახინჯი ცხოვრების წესი, რაც აბსოლუტურად ამ საუკუნეების განმავლობაში არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. ანუ ამით უნდა წინაპართა ძვლებიც კი ამოთხარონ. კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით 104 ხმით ერთის წინააღმდეგ 2 მაისს დაამტკიცა. კანონპროექტი ვრცელავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში, თუმცა სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო საპარლამენტო განხილვებისას პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ კი კანონპროექტში საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.